პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვის საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენს ხვალ 15 აგვისტოს გამოიტანს. დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა ინგა ჯაბანაშვილმა და თედო აბრამოვმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. აბრამოვი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა შენახვას ედავებიან და 8-20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრება, ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დასკვნით სიტყვაში მან იმედი გამოთქვა, რომ თავის ოჯახს მალე დაუბრუნდება და სასამართლოსგან სწორი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. ისჯებოდა ქვეყანაში, რომელიც ასე ძალიან შეგაყვარეს ბავშვობაში მშობლებმა და ისჯებოდა იმის გამო, რომ ეს ქვეყანა გიყვარს სირცხვილია. ჯერა რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდება. მე რაღაც პერიოდი დაკავებული ვიყავი სპორტით. თავის ქებას არ დავიწყებ, შეხება არასდროს მქონია ნარკოტიკებთან. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. ის რაც გააკეთეს ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა, იმ ღამით ყველას უსურვებ, რომ არც ეც გამოგაცდევინოთ. ვთვლი, რომ უდანაშაულო ვარ და მოვითხოვ სასამართლოსგან სწორ გადაწყვეტილებას. ერთმა ჩემმა კარგმა მეგობარმა მითხრა, მხოლოდ მაშინ შეძლებ გამარჯვებას, როცა გონება ემოციაზე წინ იქნებაო. უნდა ვიბრძოლოთ სიმართლისთვის, რაც დავიმსახურე და რაც არ დამიმსახურებია. არანაირი სიძულვილი, არანაირი ბრაზი ზიზღი იმ საშინელებისთვის, რისი მომსწრეც გავხდი. ვერავის ვერ გაგიმეტებთ ამისთვის. ბატონო მოსამართლე, ბატონო პროკურორო. სერიოზული სკოლაა, ასე დავარქვი. საშინელებაა ეს ყველაფერი. ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება დადგეს, რომ დავბრუნდე ჩემს ოჯახთან, ჩემს ბებიასთან. თედო აბრამოვის საქმეში არ არსებობს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩხრეკის დროს აბრამოვის ჯიბიდან ნარკოტიკი ამოიღეს. პროცესს არც ნეიტრალური პირი დასწრებია. ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელების განმარტებით, რომლებიც ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდნენ, გადაღება აბრამოვის ფიზიკური წინააღმდეგობის გამო ვერ მოხდა. იგივე ვერსია გაიმეორა 12 აგვისტოს დასკვნითი სიტყვის დროს პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. აბრამოვის ადვოკატის ინგა ჯაბანაშვილის თქმით, ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ ჩხრეკის ადგილას ათობით პოლიციელი იყო და მტკიცება იმისა, რომ ვიდეო წინააღმდეგობის გაწევის გამო ვერ გადაიღეს, საფუძველს მოკლებულია. მისი განმარტებით, გზაზე მოქალაქეები დადიოდნენ და ნეიტრალური მოწმის მოძიებაც შესაძლებელი იყო. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ადვოკატმა ნარკოტიკის შეფუთვაზე ამოსულ დნმ-ზეც ისაუბრა. როგორც ჯაბანაშვილმა სხდომაზე თქვა, დნმ აბრამოვს ეკუთვნის, თუმცა დაცვის მხარის მიერ დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის თანახმად შესაფუთ მასალაზე კიდევ ორი პირის ანაბეჭდი ამოვიდა. ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურდა, რომ დნმ აბრამოვის ნერწყვი იყო. დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციამ აბრამოვს პირის ღრუში ხელი გამოუსვა და შემდეგ ხელოვნურად გადაიტანა ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე. ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული პროევროპული აქციების კიდევ ერთი მონაწილე გიორგი ახობაძე, რომელიც 6 აგვისტოს გაამართლეს და გაათავისუფლეს. აბრამოვის მსგავსად ახობაძეც ამტკიცებდა, რომ პოლიციამ პირის ღრუში ხელი გამოუსვა და შემდეგ ბიოლოგიური მასალა ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე ხელოვნურად გადაიტანა. მის საქმეში ასევე არ არსებობდა ნეიტრალური პირი და ჩხრეკის ვიდეო კადრი.